მეგობრებო, ვიცით ყველა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ერმა მოიპოვა უდიდესი ღვთიური გამარჯვება. მშვიდობიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების გზით თავიდან გადაიგდო დამპყრობლის უღელი და მიუბრუნდა თავის ისტორიულ გზას, ღვთის მიერ მისთვის განსაზღვრულ და ამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ეს იყო ქართველი ერის ნაოცნებარი უდიდესი გამარჯვება და ეს იყო მთელი პროგრესული კაცობრიობის გამარჯვება. რამდენადაც აღსდგა ღვთის სამართალი და ამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება დაიბრუნა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის მქონე ერმა, რომელიც წმინდა წერილებში და თვით ბიბლიაშიც ღვთის ერად იწოდება. ერმა, რომელიც თავისი უძველესი ისტორითა და კულტურით ჭეშმარიტად მოწოდებულია მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან იდგეს და სრულფასოვანი ღირსეული სახელმწიფოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ვიცით ყველა, რომ ამ უდიდესი ღვთიური გამარჯვების ერთპიროვნული შემოქმედი და მესაჭე იყო ქართველი ერის უდიდესი შვილი და მსოფლიო ავტორიტეტი, ჩვენი დიდი და გმირი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია. ყველამ ვიცით, როგორ ტრაგიკულად წარიმართა შემდგომი მოვლენები და დღეს ვდგავართ საზარელი ფაქტის წინაშე. დღეს ჩვენი სამშობლო არა მხოლოდ დაქცეულია, არამედ სრულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯიხა გვაშორებს. მეგობრებო, პუტჩი არ დამცხრალა. იგი დღესაც გრძელდება განსაკუთრებით იდეოლოგიურ სფეროში. პუტჩის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგული სახე ცილისმწამებლური იდეოლოგიური ომია და დღესაც, როცა იმ საზარელი პუტჩის დროიდან უკვე 20 წელზე მეტი ხანი გავიდა, მაინც მძვინვარებს ჩვენში იდეოლოგიური ომი ქართველი ერისა და მისი სწორუპოვარი ლიდერის ბატონ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. მეგობრებო, ტრებმა იცის, რომ ბატონი ზვიადის ფენომენი ეს არის ქართველი ერის ეტლი და ბედისწერა. ზვიადის გზა ეს არის ქართველი ერის ხსნის გზა. ამიტომაც არ წყდება ბოროტ იდეოლოგიური შეტევები მისი პიროვნების წინააღმდეგ. ერთი ბოროტად მსუნთქავი სტატია ქართველი ერისა და პირადად ბატონი ზვიადის წინააღმდეგ გამოქვეყნდა ჟურნალ ლიბერალის 2010 წლის მე-10 ნომერში. სტატიის ავტორია ბატონი დავით ზურაბიშვილი, ხოლო სტატიის სათაური ასე ჟღერს: სახადი ნომერი 5. სახადი, როგორც მოგეხსენებათ, გადამდები დაავადებაა, რომელიც ერთხელ მოხდის შემდეგ მეორედ აღარ ემართებათ. ორი კურდღლის ერთად დაჭერა განუზრახავს სტატიის ავტორს. ერთის მხრივ იგი გვარწმუნებს, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ აღზევებული ეროვნული მოძრაობა მხოლოდ დაავადება ყოფილა ქართველი ერისა და მეორე მხრივ უწოდებს რამ დაავადებას სახადს, ამით ცდილობს ჩაგვაგონოს აზრი, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ გაცოცხლებული და აღზევებული ეროვნული იდეოლოგია სამუდამოდ უკუაგდო ქართველმა ერმა და იგი არასოდეს აღარ მიუბრუნდება მას. ისევე როგორც არ შეიძლება სახადი მეორედ დაემართოს ადამიანს. დავით ზურაბიშვილი ზერელეთ და უღიმღამოთ, ამავე დროს მდაბალი ტენდენციურობით მიმოიხილავს საქართველოში უკანასკნელ პერიოდებში განვითარებულ ისტორიულ პროცესებს, გამოკვეთს 5 ეტაპს ამ პროცესებში და გააფთრებით თავს ესხმის სწორედ ბატონ ზვიად გამსახურდიას მმართველობის ხანმოკლე პერიოდს. დავით ზურაბიშვილის აზრით, საქართველოს მთელი ისტორია თურმე ქართველი ერის ხანგრძლივი ავადმყოფობისა და შიგა და შიგ მცირეხნოვანი სუსტი გამოჯანსაღების უწყვეტი პროცესი ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი. დავით ზურაბიშვილი ქართველებს პირდაპირ უწოდებს ავადმყოფ ერს. ამიტომაც იძულებული ვართ ჩვენს პირდაპირ მისივე სიტყვები მიუღრუნოთ მის თქმელს.
ჭეშმარიტად ავადმყოფი ტვინის მქონე ადამიანი უნდა იყოს ის, რომელიც უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის შემქმნელ ქართველებს ავადმყოფერად მოიაზრებს. ურჩევთ ბატონ დავით ზურაბიშვილს გონებას მოუხმოს და ერთმანეთისაგან გამიჯნოს ორი სიდიდე, თვით ერი და მისი მმართველი ფენა, რომლის ერთ-ერთ წევრად სხვათა შორის თვით ბატონი დავით ზურაბიშვილის მოიაზრება. მმართველი ფენის ცალკეული წევრები შესაძლოა მართლაც იყვნენ ავადმყოფურ თვისობრივათა მქონენი, მაგრამ თვით ქართველი ერის ისტორია უხსოვარი დროიდან მოკიდებული დღევანდელ დღემდე ენის მამულისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის თავგანწირული გმირული ომების ერთი მთლიანი უწყვეტი ეპოპეა და ამას აღიარებს ყველა, ვინც ანტიქართული იდეოლოგიით არ არის შეპყრობილი. დავით ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში აღზევებულ ეროვნულ იდეოლოგიას ამაზრზეს უწოდებს, ხოლო თვით ბატონი ზვიადის პიროვნებას ნომერ პირველ სახადად მოიაზრებს. ბატონი დავით ზურაბიშვილის აზრით, თურმე მხოლოდ მითი და ავადმყოფი ქართველების გამონაგონი ყოფილა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში მასობრივად ინერგება არაქართული ეთნოსი, რითაც მიზანდასახულად ხორციელდება ქართველთა გენოციდი საკუთარ ქვეყანაში. მას ოდნავადაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ გვემუქრება საზარელი საფრთხე მალე ეროვნულ უმცირესობად გადავიქცევით საკუთარ სამშობლოში და სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენი წინაპრების მიერ ნამაგარ და ნანდერძევ ქართულ მიწაწყალს. ბატონ დავით ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ არაქართული მოსახლეობის ყოფა საქართველოში, რაც მისი ცრუ ინფორმაციით თურმე სავალალო ყოფილა. იგი დიდი გულისწყვილით და აღშფოთებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ თურმე ქართველები საქართველოში ჩააგრავენ არაქართულ მოსახლეობას. ბორჯომის რაიონიდან აძევებენ ოსებს. სამსახურებიდან ეთნიკური ნიშნით ითხოვენ არაქართველებს. თურმე არაქართველთა მიმართ საქართველოში გაისმის უაღრესად შეურაცხმყოფელი ეპითეტების რახარუხი და სხვა და სხვა. და ეს ყოველივე მაშინ, როცა სამშობლოდან გაძევებულნი და ლტოლვილებად ქცეულნი აფხაზეთსა და შიდა-ქართლში სწორედ ქართველები არიან. დავით ზურაბიშვილი თავს ესხმის იმ ავტორებს, რომლებიც ხმას იმაღლებენ ქართული ეთნოსის შევიწროებისა და ქართული სულის დაცემის წინააღმდეგ საქართველოში. კონკრეტულად მის აღშფოთებას იწვევს მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები და მუხრან მაჭავარიანის ცნობილი ლექსის ფორმულა გუგულის კვერცხი ესოდენ უხვად ჯერ არ ყოფილა ჩვენში. უნდა უთხრათ ქართული ეროვნული ცნობიერების არსში გაუცნობიერებელ ბატონ დავით ზურაბიშვილს, რომ უცხო ეთნოსის უაღრესად სახიფათოდ მოძალებისა და საკუთარ სამშობლოში ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის ტრაგიკული საფრთხე მუდამ იდგა თავისუფლებისათვის ბრძოლებში სისხლისგან დაცლილი ქართველი ერის წინაშე და ჩვენი დიდი მესიტყვეები, კლასიკოსი მწერლები, ერის მამები მუდამ იმაღლებდნენ ხმას ამ საფრთხის წინააღმდეგ. მოიგონოთ თუნდაც გენიოსი გალაქტიონის ცნობილი ხილვა, ტარიელ ბნელა ეზოგავს ქუჩას შემოდის ყველა, ვისაც გზად უჩანს. დავით ზურაბიშვილს ალბათ ავადმყოფურ ბოდვად ესახება გალაქტიონის ეს ხილვაც, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში გაცხადებული მის მიერ. თუმცა უფრო საფიქრებელია, რომ იგი საერთოდ არ იცნობს გალაქტიონის იმ გენიალურ თხზულებას, რომელშიაც ეს ხილვა წარმოდგენილი. დავით ზურაბიშვილის აზრით, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის პერიოდში წვავეთ აღზევებული ეროვნული იდეოლოგია თურმე ჩაწყნარებულა კუჩის მიერ კანონიერი ხელისუფლების დამყრობის შემდეგ. მხოლოდ რამდენიმე საკითხი რჩებოდა თურმე მტკივნეულ პრობლემად, მათ შორის პირადობის მოწმობებში ეროვნების აღნიშვნაზე.
და ავტორი აღფრთოვანებულია იმით, რომ თურმე ახლა ეს საკითხიც მოგვარებულა. ანუ როგორც დავით ზურაბიშვილი წერს, ეს ბასტიონიც დაეცა. თითქოს მტრის სიმაგრე დაელიწოს ქართველ ერს. ეს გამონათქვამის სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმის აღვლენა ჩვენი ერთ-ერთი უმწვავესი ეროვნული პრობლემის მიმართ. უნდა შევახსენოთ ბატონ დავით ზურაბიშვილს, რომ ნაადრევია მისი სიხარული. თავისი ეროვნული სახის ხელყოფას, მისი ერთ-ერთი გამოვლინება პირადობის მოწმობებიდან ეროვნების ამოშლა, ქართველი ერის საბოლოოდ არასოდეს შეურიგდება. ესაა ბოროტების დროებითი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ. უსამართლობისა და ბოროტების ზეობის ხანა მუდამ ხანმოკლია. სიკეთე ანუ ღვთიური სიმართლე საბოლოოდ აუცილებლად წლებს მას და აღსრულდება როსტოველის ანდერძი. ბოროტსას ძლიაკეთი უმან არსება მისი გრძელია. საბოლოოდ კი ვიტყვით ერთს. ბატონ დავით ზურაბიშვილის სტატიიდან თვალნათლივი შიფრება, რომ მისი ავტორი შეპყრობილია პანიკური შიშით. მას ეშინია კვლავ არ აღზევდეს თავანგარა ეროვნული სულისკვეთება საქართველოში, გმირული შარვანდედით მოსილი ის სულისკვეთება, რომელიც ბატონმა ზვიად გამსახურდიამ დანერგა. ამიტომაც, როგორც შიშით შეპყრობილ ადამიანებს ჩვევიათ, დავით ზურაბიშვილი თვითონვე იმხნევებს საკუთარ თავს. ეროვნული სულის ზეობა საქართველოში საფრთხად ავადმყოფობას ადარებს და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს სახადი სამუდამოდ მოიცილა ქართველმა ერმა და აღარასოდეს მიუბრუნდება მას. იმედი უნდა გაუცრუოთ ქართველი ერისა და ბატონი ზვიადის წინააღმდეგ ამხედრებულ, პუტჩისტური იდეოლოგიით შეპყრობილ, საბრალობელ ბატონ დავით ზურაბიშვილს. ქართველი ერი მალე იზეიმებს კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და იმ დიდებულ დღესთან დღეს ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ხოლო ცილის მწამებელნი, შიდა გამყიდველი და მჩხიბავნი არასოდეს არც ერთ ისტორიულ ეტაპზე არ აკლდა ქართველ ერს და სამწუხაროდ არ აკლია დღესაც. ერთი მათგანია ბატონი დავით ზურაბიშვილი.